ჩვენი მეგობრები გვესტუმრენ აქვე სამეზობლოდან და ჩვენის ნებართვით სტუდიაში მოვიწევთ. ხოთ შეეგებოთ გიორგი გაბუნია და ჯიმი აბესაძე. მოგესალმებით. როგორ გენაცალე? კარგად. მოგესალმებით, ჩემო მეგობრებო. აი გამარჯობა. მოგესალმებით. ბატონო გია პირველ რიგში კეთილი იყოს ჩვენი მობრძანება ამ განახლებულ სტუდიაში. არაჩვეულებრივია. თითქოს პირველად ხარ. თითქოს პირველად ვარ და ამის თქვა მინდოდა მეც და გადავასწარი. კი ბატონო. ძალიან მაგარია, სოთაშორი ძალიან მომწონს და გილოცავ. ჩვენ რო გვიხარია ერთმანეთთან ეს მისვლა-მოსვლა გადაბაჭი, დიდი ხნის ამბავია, მაგრამ მე განსაკუთრებით ის მახარებს, რომ მაყურებელი ხვდება ამას ყოველთვის რაღაცა გულწრფელი ინტერესით და. მოდი ჩემო გიორგი დავიწყოთ როგორც ყოველთვის შენგან. კი ბატონო, კიდევ ერთხელ რა თქმა უნდა მოგესალმებით თქვენს მაყურებელს მივესალმები და აქაც მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადაგიხადოთ, იმიტომ რომ ჩვენ იუმორინას 25 წლის იუბილის შემდეგ აღარ ყოფილვართ თქვენთან სტუმრად და მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმ საოცარი შეგრძნებისთვის, რაც ჩვენ ამ დღეების განმავლობაში იქ მართლა განვიცადეთ და თქვენ დიდი მადლობა რომელიც საოცარი იყო და ნუ როგორ ჩაიარა ახლა მაგაზე ლაპარაკი ზედმეტია რა ძალიან ვამბობ იქაც ანშლაგით და სატელევიზიო რეიტინგი მოვიდა იმხელა რა ვიცი 1-7 გადაცემა რომ მიაბა ერთმანეთზე ძალიან რთული იქნება და ამიტომ მადლობა ამისთვის და უღრმესი მადლობა იუმორინას და იუმორინას გუნდს კიოს ვეუბნებოდი რომ არა ვარ ხა მე ასაკი ძალიან პატარაა კაცი. ბევრი რაღაც ნახე ცხოვრებაში. ხო იცი მე რეჩრეცია წისქვილის გვარდატრიალებულა თქვა. ხო ბევრი რაღაც ხა ქართული ლიგა, თეატრალური უნივერსიტეტი, მაგის შემდეგ ტელევიზია და აი დედასკეპიცები გულწრფელად ვამბობ, მე იუმორინას იმ 4 კონცერტზე რა სიამოვნებაც მივიღე. აი დედასკეპიცები ახლა სიამოვნება მე არსად გიო რა მიყვარდა იცი ბოლოს ესე ყველანი ერთად გამოდიოდ და ხალხის ტაში. იქ შემართება იყო ბატონი ჯემალ ბაღაშვილი კურსებში პირველად რომ მომნათლეს ეგ იყო რაღაც სასწაული. კი ბატონო. აბა შენიცი, აბა შენ ეგ იყო აი ჩემს ცხოვრებაში ალბათ იყო დღეიდან რო იცი 80 წელი ასე რო ვიცხოვრო. კიდე არ დამავიწყდება ეგ იყო და უღრმესი ეს ერთი და სხვა მრავალი წელი ბიზნესი. ესე იგი ბატონო გია თემატურად მინდათ რომ გადავიდე, ნუ ხოლო რამდენიმე ხნის წინ თამაშები ვიხილეთ ჩვენი ნაკრების, ეროვნული ნაკრების და აქედანაც რა თქმა უნდა მოვიკითხავ დიდი სიყვარულით, პატივისცემით და ფეხბურთის თემატიკას მინდა შევეხო. ესე იგი, რამოდენიმე წლის წინ ეთამაშებოდა როგორც მახსოვს ერთმანეთს მადრიდის რეალი და ბარსელონა. ნუ ერთგვარი ელ კლასიკო იყო გონ ჩემპიონთა ლიგაზე და ხო ის ახლა ფეხბურთის თქვენ ძალიან გიყვარდა, აი მთელი სამზადისია შევიკრიბეთ ერთი 50 კაცი სამეგობრო იქავართ და შევიკრიბეთ მაშინ ჩვენთან ოფისში და როგორ ვართ იცი რომ 25 კაცი არის რეალის მხარეს 25 კაცი არის ბარსას გავიყავით ზუსტად სწორად და ოღონდ სერიოზული დაპირისპირება მატჩის დაწყებამდე რომ აი და ჩვენ გავალ და აბა ჩვენ და მეთქი დაცვა ხო არ გამოვიძახოთ და ვაყენოთ ჩუაში მოკლედ სერიოზული კონფლიქტია ესა და ყველა ზოგი რეალის ფორმით ზოგი ბარსას ფორმით და ერთი ჩვენი მეგობარი გივი მოვიდა Manchesteris ფორმით. ხო და ნუ აქ არის ორი ვარიანტი. ხო, ეს კლასიკოს. აქ არის ორი ვარიანტი. ან უნდა მივხვდე რომ ესე იგი იმდენად არაინტერესებს ეს თამაში რომ Manchesteris მაისურით მოვიდა რაღაც სხვა საქმე და ფერგიუსონის ხელმოწერა. ხო, ან ფერგიუსონმა თხოვა, რომ ჩაიცვიო, ხო და და მაშინ ესე იგი რაღაცა ყველას ჰქონდა ის რაღაცა ხო ეს ფსონები განთავსებული ხა მადრიდისტებს ჰქონდათ მადრიდის რეალზე, რაღაცა მოგებაზე, რა ვიცი, ბევრი რაღაცა არის ხო, რაღაცა ჯარიმა არისო, კუთხურიო, გოლიო, ბარსას ფანებს ისე და ყველა თან ელოდება მატჩს და თან ამთავის ფსონებს და მივიდა ბურთან მადრიდის რეალი იწყებს თამაშს, გაუგორა რონალდუ, მე მგონი რაღაცა ბენზემას, ჩაფსვინავს საჯბა და გივიძახის შენი დედა ვატირე მეო. თავში გასო და მეთქი რა ხდება რა თურმე ეწერა რომ ბარსა დაიწყებსო და ანუ ათ წამში დამთავრდა თამაში იმის და წავიდა საერთოდ აღარც უყურები ანუ შენი დედავად მეთქი რა მოხდა ასე 10 წამში რა უბედურება ხო და კაი მოკეიფე მეგობარი ყავს ნაბახუსევი ხო ყველა სხვადასხვანაირი აქვს ეხა ზოგი არის რომ რაღაცა თავით კივა ზოგი არის რომ ვეღარ რაღაცა არა ისეთი რა ქვია ჯანზე ზოგს სიცხეს აძლევს ზოგს საერთოდ არ აწუხებს ნუ ხო ბევრი სხვადასხვანაირი ფორმა არის და ამას აქვს როგორ ნაბახუსევი ვიცი რომ ხელები უკანკალებს იმ დონეზე დილით აი ესე არა და ისე ჩვეულებრივათა ნაბახუსევზე რომ
სამსახურში როგორ ხვდებით რომ მოვიდა, იცით ჩვენ რომ მეორეზე ვართ, მუაჯირი თუ ყანყალებს ესე, ხვდებით რომ ის ამოდის პირველი სართულიდან რა, ან ხვდებით რომ ნაბახუსებზე. მრავალი ტრემორია. მაგარი, ხო და მოდის და ამბობს რომ მოკლედო ნაბახუსებზეო რომ ბანაობა ასწორებსო, შხაპის მიღებაო, ისეო. არაფერი და ბჭო, ახლა ვიცი რომ ნაბახუსებზე რო ხარ არ შეიძლება ისა რა ქვია, ბანაობა რაღაცას იზავებ, ხო ტემპერატურის ცვლილება, ისა თან ამას ასეთი საშინელი ისა ყანყალებს ადამიანს მე ვუთხარ რანაირი კაცი იძახი მე ვუთხარ რომ ნაბახუსებზე ბანაობა არის კარგი აი რატო არის კარგი თქო და რატო არის კარგიო და გასაპნის დროს საერთოდ აღარ მიჭირს არაფერი ძალიან მარტივად გამოდის ყველაფერი რა ამის დროს უწყობს ხელს მაგრად იქაფება კარგად აიტა მოდი მე გამახსენდა მუსიკოსებს ბაღდადში არიან მუსიკოსები ხო და ისეთ მუსიკა ქორწილებში და დადიან კელეხში და ესე დოლგარმოზე უკრავენ თავისთვის და ბაღდადში ეს რაღაცა ბირჟაზე ზია და ტელევიზორს უყურებენ და თან დომინოს თამაშობენ რა და ერთმანეთს დომინო და გახედა ტელევიზორი ეჩართო და მაშინ პრეზიდენტი არის ჯორჯ ბუში და ამ ჯორჯ ბუში მოდის სადღაც კალიფორნიაში თუ სადღაც და ვიღაც მიყვება კოლგით უკან კოლგი და გახედავს ამას და კიდე დადო და დაწერა 15 ეისე ღმერთმა მომაქციოს ეგერო ვიღაცას კოლგით გავყვე უკან ეივა და კაცობა ქვია მეორე გადახედავს ბიჭო 50 ლარს მოგცემენ ყტარს მიყვებით გასვენებაში შეგაიგებს საბარაზე ჯორჯ ბუს გაყევი ჯორჯ ბუს ყტარს მიყვებით დოლგარმონი გავაგზელებ ჩემი ქუთაისის ისტორიას რა თქმა უნდა ტრადიციას არ დავარღვევ ჩვენ შოუში სულყვები ორ ისტორიას მინიმუმ ქუთაისში დავეთანხმებით და 90-იანი წლებია სადღაც აიშუა 94-95 წელი და ხო გახსოვთ ეხლა როგორი პერიოდი იყო ცოტა მძიმე და რაღაცა ისა და ერთ-ერთი გამოვლინება მაგ წლების იყო ესეთი რომ აი მოდიოდა ვიღაც ტიპი და გეუბნებოდა რომ სიგარეტი ხო არა გაქვს და ამ შეკითხვას რო დაგისვამ და უეჭველი შარზია რა იცოდა ეგ მაშინ ყველამ რომ საბაბს ეძებს ხო საბაბს ეძებს რომ თუ ეთყვი რომ არა მაქვს რა პონჩი არა გაქვს და თუ ეთყვი რომ მაქვს მე რატომ არ მითხარი თუ ქონდა მიზეს რა უნდა ხო და ყველა ეხა ერიდებოდა რომ ან იცოდა ამას თუ დაუსვამდა ამ შეკითხვას რომ სიგარეტი ხომ არა გაქვს ძმაო შარია და კიკვიძის ბახთან სასტავაზე ხდება ქუთაისში ამბავი რომ ერთი ჩვენი მეგობარია და ისიც ძალიან შარიანი კაცია თვითონ. ანუ თვითონაც ეგეთი იყო რა, რომ აი სულ შარს ეძებდა იმ პერიოდში რაღაცა ისა და მიდის ამ კიკვიძის ბახთან მისეირნობს საღამო ხანია დახვდა სამი ტიპი რა. ტრადიციულად ამბავია და სიგარეტი ხო არა გაქვსო. ამას ეკითხება ამ ჩვენ შარიან მეგობარს და იმან არა და რატო არ მაქვსო? ესაკედა, ანუ იმისგან კი არაცა და ანუ რაღაცა იმასეთ გადა და რატო არ მაქვს? ანუ იგრევე დაუძაბა თვითონ. ხო, ანუ ხო ხდება. არაცა და იმას რა პონჩი არ გაქვს ეგრე და რატო არ მაქვს? იმას ვერ თქვენ ესეთქვა. ხო და არა მაგარი. ჩემმა მეგობარმა უკა ესე იგი ცოლის მხარე ჩვენთან იმეჯ მოყურებს ვეძახე, ჩავმივიდნენ თბილისშიო რა და საძავანა და მიკროავტობუსი ვიქირავ ერთი 10-იანი და ვარძიაში წავიყვანეო რა, ვარძიაში მეთქი ვარძი. ჩავეთ 10 ვართ, ახლა გავაჩერთ ეს მიკროავტობუსი, გადმოვიდეთ და გიდი მოდის. ხო და აბა ფული ახლა და ექსკურსია ხო რამდენ 50 ლარი კაცო და ხა ეს მეუნეო კაცო 500 ლარი. შეიძლება მან ჯიბეში და დადგაო. ეხა ბევრი ლაპარაკით არ მოგაწყენ თავს. მაგაში გადაგიხადე 500 ლარი უნდა ილაპარაკო. ევაზია რა. რა მომაწყენ. ახლა ლაპარაკით არ დაგიგე. ჩვენი ქართული ლიგელები სანამ ჩვენი მეგობრები ერთ ბაღდადს გუნდი ყავს ეგეთი და ეს მიყვება რომ პულსი აბობიჩო ჩამოვედითო თბილისში და თავანაწილებ ეს ჭელიძე მეუნება გუნდის წევრები ხო სხვადასხვა იმაშია რა ნომრებში არის ზოგი ნაცავთან დარჩა და თირითო ურეკავ ჭელიძე მიყვება გიო რომ აბა ხვალო 11 საათეო თაზოვიჩთან რომ რეპეტიცია გვაქვს სამედიცინო უნივერსიტეტში ბიჭო მირეკავენო გიო ვერ მოვალთო იმიტომ რომ ერთი ჩვენი გუნდის წევრი ავად გახდა და საავადმყოფოში ხავს ბიჭო გიორგიო მიყვება ჭეზე გევიქეციო და ეს მირიანა ვიც ერთი წევს ასე გადასხვას უკეთებდა ეს ვიც ახლავს ბაღდათლები ერთი 5 ბიჭი მეორე ოთახში ხუმრობებს წერენ რა გეხუმრებათ კაცი აპარატია გადასხვაზია შეერთება ჩვენ რო მევედითო ეს რო გითხეს თანხა რა ჯდებაო ჩვენ ვთხარით ფული არ გვაქვს გამევიდა საავადმყოფოს დირექტორი და ჩვენ გვეუბნება ფული თუ არ გაქვთ მაშინ იუმორისტები ხო ხართ მაშინ კორპორატიული მაგ სამდღეში და მიდი ხუმრობები მაინც დამიწერენ გაუმარჯე
ერთი ჩვენი საერთო მეგობრის ისტორიას მომყვები. დაახლოებით 30-40 წლის უკანდელ ისტორიას ყვები. უფროს თავის წარმომადგენელია და ყვება რომ ბიჭებიო სამეგობრო წავედითო მოკლედო ერთ-ერთ მასთანო მეგობართანო სახშიო დიდი სუფრაო რაღაც აღინიშნებაო და ეხლა ჩვენ სუფრასთანო ქალბატონებისო შედანო რა მეორე მხრიდან მოსულია დახვდნენ იქ რომ რაღაცა ხვდებით ახლა ახალგაზრდები ვართ და ფლირტი მიდის ეხლა რა აწონებენ ბიჭები ეხლა ქალაქელი ბიჭები თავს ახლა ან გიტარაო და ხან ლექსი და ხან სადღეგრძელო ის მაგრამ ეს არ არის საკმარისიო გამიგე და ესე იგი ეს ჩვენი უფროსი მეგობარი ამბობს რომ რაც შემოდიოდაო სუფრასთან რაც ხდებოდაო ყველაფერზეო ამ თამადასო ქონდაო რაღაცა ესეთი ისტორიაო ფილოსოფიურ მეცნიერულ დასკვნებს აკეთებდაო და ეს ქალბატონების თურმე ამით იწონებდა თავს ეს ქალბატონების გიждდებიან თურმე და აი მაგალითად შემოვიდა კარტოფილთან ერთად ხორცი და ეს ახლა ეს გვენ კი მოგწონთ ახლა კარტოფილი და ხორცი მაგრამ ეს ასე არ არის კარტოფილს სხვა თვისებებია კარტოფილს რომ შეჭამ დოზირებულად კარგად რაღაცა ფერმენტებს გამოყოფს ტვინი ისვენებს ღამე ძილი რაღაცებს ხზავს საერთოდ იმაში და ესენის გიждდებიან თუ ეს ქალ დედა ბიჭო რა კი არ ვიცოდით და როგორი ჭკვიანი ხარ და ისა სიმონა ისა და მე რაღაცა იქ სასმი ღვინო შემოიტანეს და თქვენ ღვინოს ხოლმე ბახუსისთვის იღებთ და რაღაცა და ეს ღვინოს სხვა ღტიური სითხე და ამ ღვინოს თუ მიიღებ ამდო და რაღაცა აი ყველა ფერზე რასაც კი დაინახავს ყველა ფერზე არის მეცნიერული ისე დასკვნები დისერტაციას იცავს იქვე მაგიდასთან და კატას გაულია ხო და ფაინეო კატაო ერთ ქაბატონს თქო ახლა კატის ჯერია კატაო თქვენ ცხოველი გონიათ ხოლოდ და მხოლოდ რომ რძეს დაუსხამ რაღაცა საჭმელს შეჭამს და წავა თავს დაიჭერს არაო კატას აქვს ისეთი გრძნობელობაო ხდებაო რა გენიალური ცხოველია სადაცო გტკივაო რაც გაწუხებს ამას გრძნობსო იქ მოდისო და ესე მოგეხახუნებაო და რაღაც გამოყოფსო ამ ბიოდენებსო და ესო გარჩენსო და ეს ქალბატონები გაგიჟდნენ საერთოდ ეს მეცნიერება ის რა კაი ყოფილაო ეს კატა ჩვენს თამადას პატივცემულ სიმონს გაეხახუნა თურმე ასე კოჭზე აიო ბავშვობაშიო კოჭი დავიზიანეო ამინდების ცვლილებაზეო მაწუხებს ხოლმეო და რასაც გეუბნებოდითო იგრძნო კატა მოვიდა მომეფერა გამიარაო ასე შეგოფერს ხო და ამ მოკლედ თელ იმაში ემოციებში არა ადგა თურმე ეს კატა და ჩაახდა აგერ კალთაში და უხდა თურმე აგერ პირდა და ხანდახან კატებიც ცდებიან ქალბატონებო სიტუაცია ხანდახან კატებიც ცდებიან ქალბატონებო სტუდენტი ვარო სტუდენტი ერთი ბიჭი ყვება და სტუდენტური ცხოვრება ხო იცი კი კარგი კი მაგრამ ცოტა შიმშილიც ხო და გამოსული ვარო თბილისში ზარგას გპ-ის და შეაო და ხედაო სკვერში კაცი კითხულობს გაზეთს აკეთო ბირჟაზე დგანან ბიჭები 1-10 ბიჭები 1 ევროვე ბირჟა ვიგები ამ სიცხეშიო რა ე გაზეთება სულელი არ არის და ერთ იმისთვის წამომარტყმები ახლა თავში ხედა და რასთან მივცემდიო და ამან გეიგონა მშიერი ახამას მივიდა და მე ვიზო მაგას ათლარა წამოარტყავ თავში ხელსო აბა რას ვიზობი ათლარა არა იქ რაღაცა ლობიანი ხაჭამო ყველაფერი მოდი ხო და მიცეს ათლა და მივიდა იმკაცთან ლაშობი შოტიგიაო მოხედა არ ვარ შვილო შოტიგია შენ გიჟი ვარ ხა აი ბოდიში გაწევით ბიჭო ისინი ხა მუღამში არის 20 ლარი რომ მოგცეთ წამოარტყავ კიდევ რას ამბო მომეც შეიძლება გადაგეც ეს 10 ლარი ჭამე ეს უკვე მორჩა 20 ლარი მივიდა კიდე ლაშობი შოტიგიაო კიდე უთხრა არა ვარ შვილო შოტიგო შენ გიჟი უთხრა თავში უთხრა მე ვერ გაკადრე შეიძლება მადლობა ბიჭო ესენი წაღა მუღამში შევიდა ესე მოდი აგერ გავაორმოგებ თუ ხაო 50 ლარს მოგცევ და მესამე თუ წამოარტყ მომეს გაცო ამას საუზაროფულია გუგე წასასვე ჩეიდეს და ის მიხვდა რომ ეს მიდის მიდის უკვე ხო ისე და რომ მივიდა და ეს წამოდგა და გადაშდა გვერდზე და წამოდა შოტიკო ვარ შოტიკო მე რას მათქვევ შეჭამა არა, ყველა საინტერესო მე ვარ წამოყოლოდ ისტორიას კი ვერ მოყვებოდა. ვიღაცა მე მოსტრიმების ობიექტი არის